გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე მდინარე შპრეეში ცურვა აკრძალულია, რადგან ის იმდენად დაბინძურებული იყო, რომ ადგილობრივებს ავადმყოფობის რისკი ემუქრებოდათ. გუშინ კი დაახლოებით 200 ადამიანი ჩახტა მდინარეში, რათა ეჩვენებინათ, რომ ის არამხოლოდ საკმარისად სუფთაა, არამედ მასში ცურვა ძალიან სახალისო და ასევე უსაფრთხოა. ჯგუფის სახელწოდებით ბერლინის მდინარის აუზი უკვე რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს იმ იდეას, რომ მდინარე შპრეე კვლავ გახდეს ხელმისაწვდომი მოცურავეებისთვის. აკრძალვის თავიდან ასაცილებლად ჯგუფმა კოლექტიური ცურვის ღონისძიება ოფიციალურ პროტესტად დაარეგისტრირა. ჩვენ ვართ არაკომერციული ასოციაცია სახელწოდებით ბერლინის მდინარის აუზი და ვცდილობთ, რომ ხალხმა მომავალში კვლავ შეძლოს მდინარე შპრეეში ცურვა. ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ წყლის ხარისხი საკმაოდ კარგია სეზონზე საცურაოდ. ის ბევრად უკეთესი გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარე საფუძვლიანად გაიწმინდა, ხოლო წყლის ხარისხი ბოლო 10 წლეულის განმავლობაში გაუმჯობესდა და მუდმივად კონტროლდება. გერმანიაში არსებობს კანონი წყლის შესახებ. ეს კანონი ადგენს, რომ ადამიანებს აქვთ ერთგვარი ძირითადი უფლება, რომ გამოიყენონ წყლის ობიექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საყოველთაო აკრძალვა რეალურად არ ღვევს ადამიანის უფლებებს. ამ ეტაპზე გვინდა, რომ აქაურობა თანდათანობით გავხსნათ და ბერლინის მოსახლეობამ შპრეე კვლავ გამოიყენოს რეკრეაციული მიზნებისთვის. ბერლინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საკითხს განიხილავენ და შეიძლება, რომ 2026 წელს მდინარეში ცურვა კვლავ გახდეს შესაძლებელი. ცურვის აკრძალვის მოხსნის მომხრეებს ასევე მოჰყავთ პარიზის მაგალითი, სადაც მდინარე სენა გასულ წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე მოცურავეებისთვის გაიხსნა, ხოლო ამ ზაფხულს კი პარიზელებისთვისაც გაიხსნება. იქ ცურვა 1923 წლიდან იყო აკრძალული. ბერლინში მდინარე შპრეეში ცურვა კი 1925 წლიდან არის აკრძალული. წინა საუკუნეში მდინარე მხოლოდ დასასვენებლად და ცურვისთვის არ გამოიყენებოდა. ღარიბები, ვისაც სახლში სველი წერტილები არ ჰქონდათ, სწორედ აქ ბანაობდნენ, რამაც მდინარის დაბინძურება გამოიწვია. დღეს კი წყალი უმეტეს დღეებში სუფთაა, გარდა იმ დღეებისა, როცა ძლიერად წვიმს, რაც წყლის გარკვეულ დაბინძურებას იწვევს. კიდევ ერთი პრობლემაა შპრეეზე ნავების გადატვირთული მოძრაობა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოცურავეებს. თუმცა ამ ეტაპზე ბერლინის მდინარის აუზს მხოლოდ 1,8 კილომეტრის სიგრძის არხის გახსნა სურს, სადაც ნავები არ მოძრაობენ.